გასავლელად. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოახერხეთ და დღეს მოგწანდით. ზოგადად ეკონომიკური გაძლიერების მხრივ, როგორც კერძო მეწარმეობაში ქალების წინ წამოწევას ვცდილობთ, ისე კომპანიების დაინტერესებას ამ თემით. და ერთ-ერთ მექანიზმად და საშუალებად გაერო მიიჩნია ეს ჯილდო. შვედეთის განვითარების სააგენტომ საქართველოში დააფინანსა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ერთობლივი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს გაეროს 3 სააგენტო: UNDP, UNFPA და UN Women. ჩვენ UNDP-ის წარმომადგენლები მუშაობთ ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ახალისებაზე, გაძლიერებაზე და აი ამის ფარგლებში, ამ პროგრამის ფარგლებში ვცდილობთ, რომ საქართველოში კერძო ბიზნესი დავაინტერესოთ ქალთა წინწამოწევით. ჩვენ წელს ვაცხადებთ გენდერული თანასწორობის ჯილდოს, რომელიც გადაეცემა კერძო კომპანიებს. და გვინდა, რომ მაქსიმალურად დავაინტერესოთ და დავაფიქროთ კომპანიები, რომ ქალების წინწამოწევა გადაწყვეტილების მიღების დონეზე, მაღალ თანამდებობებზე მათი ბიზნესისთვის სარგებლიანია. 50 თანამშრომელზე მეტი უნდა ყავდეს ორგანიზაციას, 2 წელზე მეტი უნდა არსებობდეს ბაზარზე და მისი წლიური ბრუნვა უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს. ჯილდო გამოცხადებულია 4 კატეგორიაში. ეს არის უმაღლესი ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის, მეორე გახლავთ ჯილდო გენდერული ბალანსისთვის აღმასრულებელ დონეზე, მესამე კატეგორია გახლავთ საუკეთესო ინოვაციური გენდერული პოლიტიკისთვის კომპანიის შიგნით და მეოთხე კატეგორია გახლავთ საუკეთესო მეწარმე ქალი. კომპანიებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ერთდროულად რამდენიმე კატეგორიაში და განაცხადების შემოტანის საბოლოოა და 25 თებერვალი. დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება 7 მარტს. ეს იქნება საზეიმო დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამოცხადდება გამარჯვებული თითოეულ კატეგორიაში.